პავლე მოციქულის საწიგნი კორინთელთა მეორე, თავი 13. აჰა ესე რა მესამედ მოვალ თქვენ და პირითა 2-სა და 3-სა მოწამისაითა დაემტკიცების ყოველი სიტყვაი. წინაისწარ ვთქუ და 10-სა წინაისწარ ვიტყვი, ვითარცა იგი პირისპირ მეორედ მაშინ და 10 შორით მივწერ წინაისწარ შეწოდებულთა მათდა და სხვათა ყოველთა და რამე თუ უკვე თუ მოვიდე კვალად არღარა ვრიდო. ვინაიდან გამოცდასა ეძიებთ მისსა, რომელი იგი ჩემი რიტყვის ქრისტე, რომელი იგი თქვენ და მიმართ არა უძლურ არს, არამედ ძლიერ თქვენ შორის. რამე თუ რაღაცა თუ ჯვარს ეცვა უძლურებით, არამედ ცხოველ არს ძალით აღმთისაითა. და რამე თუ ჩვენსა უძლურ ვართ მისსა მიმართ, არამედ ვცხონდეთ მისთანა ძალისაგან ღვთისა თქვენი თურთ. თავნით თვისნი გამოიცადენით უკვე თუ ხართ საწმნოებასა შინა. თავნით თვისნი განიკითხენით, ანუ არა უწყნითა თავნით თვისნი, რამე თუ იესო ქრისტე თქვენ შორის არს. გარნა თუ გამოუცდელ რაიმე ხართ, ხოლო ესა ვითარმედ ცნათ, რამე თუ ჩვენ არა ვართ გამოუცდელ. ხოლო ვილოცავ ღმრთისა მიმართ, რაითა არარაი ბოროტი გიყოს თქვენ, რაით არა ჩვენ გამოცდილად გამოუჩნდეთ, არამედ რაითა თქვენ კეთილი ჰქმნეთ, ხოლო ჩვენ ვითარცა გამოუცდელნი ვიყვნეთ. რამე თუ არა ხელგვეწიფების ჭეშმარიტებისა ძვირისა სიტყვა და არამედ ჭეშმარიტებისა კერძო. რამე თუ გვიხარის რა ჟამს ჩვენ უძლურ იყვნეთ და თქვენ ძლიერ იყვნეთ. რამე თუ ამასცა ვილოცავთ თქვენსა გამტკიცებასა. და ამისთვის ამას შორით მივწერ, რაითა მორაივიდე არა თვალუყვავად ვიხუმიო ხელმწიფებისა მისებრ, რომელი მომცამე უფალმან აღსაშენებელად და არა დასარღვეველად. ამიერდგან ძმანო გიხარდენ, გამტკიცენით, ნუგეშინის ცემულიქნენით, ნუგეშინის ცემდით, მასვე ზრახევდით, მშვიდობასა ყოფდით და ღმერთის სიყვარულისა და მშვიდობისა იყავთ თქვენთანა. მოიკითხევდით ურთიერთარს ამბორის ყოფითა წმინდითა, გიკითხვენ თქვენ წმინდანი ყოველნი. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღმრთისა და მამისაი და ზიარებაი სული საწმინდისაი თქვენ ყოველთა თანა. ამინ.